სახელმწიფო და დაგვეხმაროს უნდა ფერმერებთან ურთიერთობაში. ჩვენ კი გვაქვს სოციალური სივრცეები, ტრენინგები, შეხვედრები მეფუტკრეთან, მაგრამ არასაკმარისია. აქ აუცილებელი არის ჩართულობა უკვე სოფლის გამგებლების და რწმუნებულების და მუნიციპალიტეტის დონეზე, რომ ყველა მეფუტკრე ფერმერთან მივიდეს ხმა და ის საფრთხე და ის რისკების შესახებ თუნდაც რაც მათ ელოდებათ. ანუ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა სამინისტროში შეხვედრა, უკვე ორი შეხვედრა ჩატარდა 2025 წელს. ზუსტად ამ ტროფილოლაფსოსის თემიდან გამომდინარე. და თქვით რომ უნდა შეიქმნა სამუშაო ჯგუფები. ზოგადად სამინისტროში, ასევე კვლევითი ჯგუფი, რომელიც ამ დაავადებებს დააკვირდება, ასევე სოციალური სააგენტოს, ადგილობრივი ვეტერინარების, საკონსულტაციო სამსახურების და აი სოფლის გამგებლები იქნება, მუნიციპალური სამსახურების ჩართულობით. იმიტომ რომ უნდა შეიქმნას რაღაცა ერთიანი ბაზა. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერმა სოფლის გამგებელმა და თუ რწმუნებულმა იცის თავის სოფელში, თუ ვის რამდენი ფუტკრის ოჯახი ყავს. შესაბამისად ეს უნდა ასე რომ ვთქვათ, შეიკრიბოს ეს ინფორმაციები მონაცემები. შედგეს ერთიანი ბაზა და უნდა ყავდეს ადამიანი პირი, რომელიც ყოველწლიურად მაგალითად განაახლებს ამ ბაზას. ასე რომ ვთქვათ და ასევე უნდა შეიქმნას სამსახურები, რომლებიც უშუალოდ მეფუტკრეებთან გაწევენ, ანუ აქ ტრენერებს გულისხმობ, ან სწრაფი რეაგირების ჯგუფებს, რომელიც მეფუტკრეებთან ექნებათ ურთიერთობა, შეიძლება ბერმა მეფუტკრემ უბრალოდ ვერ განახორციელოს ის ქმედება, რაც აუცილებელია მტრივი ახალი დაავადების ტროფილოლაფსოსის კონტროლისათვის, აღმოფხვრისათვის და მას დაჭირდება დახმარება. და შესაბამისად აი სწრაფი რეაგირების ჯგუფები, თვითონ მეფუტკრეებიდან ჩამოყალიბებული ვისაც უკვე ამ დაავადებასთან შეხება ჰქონდათ, შესაბამისად მათგან უნდა გაეწიოთ დახმარება.